მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან. დღევანდელი სასაუბრო თემა იქნება საეკლესიო მმართველობის პრინციპი. ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ დეკანოზი ლონგინოზი სუარეშვილი, რომელიც არის სასულიერო აკადემიის საეკლესიო სამართლის კათედრის გამგე. მოგესალმები მამაო. მოგესალმებით. დაგლოცეთ, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ჩვენი საუბრები ძირითადად ეხება ხოლმე საეკლესიო საჭიროებების ცოდნას, რომელიც ყოველდღიურად ჩვენ გვეხება და მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ბევრი შეკითხვა შემოდის პრინციპებთან დაკავშირებით, ეკლესიის ცხოვრების სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და დღეს სასაუბროთ სწორედ ეს თემა ავირჩიეთ. მამაო, რა შეგვიძლია ვთქვა დასაწყისისათვის? ეკლესიას აქვს თავისი ცხოვრების წესი, ძალიან ხშირად პრინციპები ეკლესიური ცხოვრებისა არ იმეორებს ერში მოქმედ პრინციპებს და ადამიანებს ძალიან ხშირად უჩნდებათ შეკითხვები ამა თუ იმ გადაწყვეტილების გამო, ამა თუ იმ მოქმედების გამო, რასაც ეკლესია ახორციელებს. რა შეგვიძლია ვთქვათ ეკლესიის მმართველობის პრინციპები? მოგესალმები კიდევ ერთხელ მამა ანდრია, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ეს შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ასობრივი საკითხია, რაც ეკლესიას უკავშირდება. ჩვენ ვიცით, რომ ეკლესია ამ ქვეყანაზე წარმოდგენილია, ესე რომ ვთქვათ, გარკვეული ორგანიზაციული სახით, ორგანიზაციული ფორმით და შეიძლება ითქვას, რომ ეკლესია არის მცირე სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი სამართალი, თავისი კანონები, თავისი ცხოვრების წესგანრიგი და შესაბამისად, ისევე როგორც სახელმწიფოს, ეკლესიას ყავს თავისი მმართველი ორგანო და მმართველობის პრინციპი. რაც შეეხება თვითონ სანამ მმართველ ორგანოზე გადავალ, უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა განსაზღვროთ თუ როგორი ეკლესიის მმართველობის პრინციპი და რამდენად შესაბამისობაში თქვა ჩვეულებრივ სახელმწიფო მმართველობის პრინციპებთან და გარდა ამისა საინტერესოა, რომ ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა ეპოქაში სახელმწიფო მმართველობის პრინციპები იცვლებოდა და ფორმირების სხვადასხვა გზას განიცდიდა. ეკლესიაში შეიძლება ითქვას, რომ ის მმართველობის პრინციპი, რაც ოდითგანვე იქნა დადგენილი თავად მაცხოვრისსა და შემდეგ მოციქულების მიერ, დღემდე უცვლელად მოქმედებს ეკლესიაში თავისი არსობრივი კუთხით. რა თქმა უნდა, ამ მმართველობის გარეგნულმა ფორმებმა გარკვეული ცვლილებათა გზა გაიარა, მაგრამ ეს ამ ცვლილებას არ უმოქმედია მის არსობრივ მხარეზე. რა არის ეკლესიის მმართველობის არსობრივი მხარე? ეს არის კრებსითობა, ანუ სინოდალურობა, სინოდობა. ეს სინოდი მე კიდე ერთხელ მინდა გავიმარტო, რომ არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს ქართულ თარგმანში კრებას. ამიტომ როცა ჩვენ ვამბობთ ხოლმე სინოდს, სიტყვა კრების გამოყენება აღარა საჭირო, მაგრამ ჩვენ ერთი შეგვიძლია გამოვიყენოთ ან მეორეც. ეხლა რატო დგინდება მართლმადიდებელ ეკლესიაში მმართველობის ეს ფორმა, ანუ ეს პრინციპი, ანუ კრებსითობა, სინოდურობა თავად მოციქულთა დროიდან. აქ არის ერთი ესეთი მნიშვნელოვანი ეკლესიოლოგიური და შეიძლება ითქვას დოგმატური მხარე, რომ ეკლესიის თავად დოგმატური სწავლებით თავად მაცხოვარია აღიარებული, როგორც მოზეიმე ეკლესიის, ისე მებრძოლი ეკლესიის. შესაბამისად, მაცხოვრის ჩამნაცვლებელი პირდაპირ მნიშვნელობით არავინ არ არის ადამიანთა შორის. ანუ ჩვენ ყველანი მაცხოვრის სხეულის ნაწილები ვართ, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის და ადამიანთა შორის პირდაპირ მნიშვნელობით არავინ არ მოიაზრება ეკლესიის თავად. ანუ კიდევ ერთხელ განსაზღვროთ, ეკლესიის თავი არის თავად განკაცებული მაცხოვარი იესო ქრისტე. აქედან გამომდინარე, ერთი მიზეზი არის ეს, რომ მაცხოვრის ჩანაცვლება არ ხდება არც ერთი პიროვნებით და მეორე მიზეზი რა არის, რომ რატოა კრებსითობა შერჩეული ეკლესიის მიერ? საეკლესიო სწავლება არის ესეთი, რომ ადამიანთა შორის ეკლესიის მიერ არავინ არ არის აღიარებული როგორც აბსოლუტურად სრულყოფილი იყოს ადამიანი, ანუ რომელსაც რაიმე ცდომილება არ გააჩნია, გინდა საქმით, გინდა აზრობრივ დონეზეც კი. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის ისტორია ეცნობს საკამაოდ ესე ვთქვათ წმინდა ადამიანებს, რომელიც ღმერთთან დაახლოებული იყო თავისი ცხოვრების წესით, თავის მადლმოსილები და მე მინდა გავიხსენო გრიგოლ ნოსელის ერთ-ერთი ცნობილი ნაშრომი მოსეს ცხოვრება. ის ამბობს, რომ კაცთა შორის ყველაზე სრულყოფილი მოსე იყო და სრულყოფილი ადამიანის ასე ვთქვათ სახეთ მოყავს სწორედ მოსე, რომ მან მიაღწია ყველაზე დიდ სრულყოფილებას. იქვე გრიგოლ ნოსელი საინტერესო რამეს წერს. ესეც არის პირობითი, რომ სხვების ფონზე ეს იყო სრულყოფილი, თორე ეს არ ნიშნავს, რომ ეს იმ ზომის სრულყოფილია, რის იქითაც კიდე არ შეიძლება გასრულყოფილება. ანუ ესეც პირობითი თემა. მაგრამ რის თქმა მინდა, რომ არც ერთი ადამიანის სუსტომელობა ეკლესიას არ უღიარებია. აი ახლა რა ვიღოთ მოციქულთა ეპოქა. მოციქულთა დროსვე დგინდება ეკლესიის კრებსითი მმართველობა და საიდან ჩანს.
როგორც კი მოციქულთა შორის გაჩნდა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, პირველი ასე ვთქვათ საუკუნის ქრისტიანთა ცხოვრების წესთან დაკავშირებით, აი წინა დაცვეთაზე იყო, რჯულის დაცვაზე, აი ძველი აღთქმიდან რა უნდა გადმოსულიყო, რა არ უნდა გადმოსულიყო. ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით 51 წელს იერუსალიმში ხდება პირველი მოციქულთა კრება, იმართება, რომელსაც თავმჯდომარეობს უფლის ხორციელი ძმა იაკობი, ანუ იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი. აი ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რომ ესე იგი, ეს სადავო საკითხები პეტრე მოციქულის დონეზე, ან სხვა რაიმე კონკრეტული მოციქულის ავტორიტეტის დონეზე კი არ გადაწყდა. მიუხედავად იმის, აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ მოციქულები შეიძლება ითქვას ახალ აღთქმის ეპოქაში ყველაზე სრულყოფილი ადამიანები იყვნენ სხვა ადამიანებს შორის, გამომდინარე იქიდან, რომ თვითმხილველები იყვნენ განკაცებული ღმერთის, პირდაპირ შეხებაში იყვნენ და პირდაპირ მისგან ისმენდნენ, ასე ვთქვათ, სწავლა-მოძღვრებას. თუ მაინც უსტომელობაზე იდგა, თუ ვისი პირიდან შეიძლება უსტომელი სწავლა-მოძღვრება მოვისმინოთ, შეიძლება ითქვას, ეს მოციქულები იყვნენ ყველაზე მეტად ამ ღირსების მატარებლები, მაგრამ როგორც კი გარკვეული სადავო საკითხები გაჩნდა ეკლესიაში, არც ერთი მოციქულის დონეზე არ გადაწყვეტილა, ანუ პიროვნულ დონეზე, კონკრეტულ დონეზე, არამედ კრების მოწვევა ხდება და კრებსითაც ხდება აი იმ სადავო საკითხების გადაწყვეტა. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეფუძნება ეკლესიის იმ სწავლებას, რომ ეკლესია არც ერთი ადამიანის უსტომელობას, პიროვნულ უსტომელობას არ აღიარებს, რა ღირსებითაც არ უნდა გამოირჩეოდეს ეს. კრებსითობის პრინციპი რაში მდგომარეობს? ერთი რაც წეღან აღვნიშნე, რომ მაცხოვრის ჩანაცვლება არ ხდება არავისით, მაცხოვარია თავი და ერთპიროვნული მმართველი თუ შეიძლება ითქვას ეკლესიის და მეორე მხრივ, რომ არც ერთი ადამიანის უსტომელობას არ ვაღიარებთ და კრებსითობის დროს რა ხდება? რომ კრებსითობა უფრო მეტად აზღვევს ცდომილებისაგან, ასე ვთქვათ, ადამიანებს. და სად ერთი ადამიანის აზრით გადაწყვეტილი საკითხი სიტყვაზე, რომელსაც ჩვენ შეიძლება ეჭვითად შევხედოთ, ამდენად სწორი თქვა. სად როცა კრებული იკრებება და მთლიან კრებაზე ხდება საკითხის განსჯა და იქიდან ყველაზე სწორი აზრის, ასე ვთქვათ, გამოტანა. სანამ თვითონ ამ კრებათა დეფინიციაზე გადავალ, მე მინდა შეპირისპირება მოვიყვანო, აი იგივე ვთქვათ, დასავლეთის ეკლესიასთან, სადაც ჩვენ გვაქვს ეკლესიის ერთპიროვნული მმართველობის პრინციპი. რომის ეკლესიას გულისხმობ. და ეს მიღებულ იქნა დოგმატურ დონეზე მე-19 საუკუნეში, კონკრეტულად 1869-70 წლების ეგრეთ წოდებული ვატიკანის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. იქ სხვათა შორის ორი დადგენილება იქნა მიღებული პაპთან დაკავშირებით. ერთი ეს იყო პაპის პრიმატი, რომ მთელს ქრისტიანულ სამყაროში ის არის პირველი იერარქი, ანუ პირველი მღვდელი, მამა. და მეორე, უფრო დოგმატური ეგრეთ წოდებული ექს-კათედრას დოგმატი. რას ნიშნავს ეს ექს-კათედრას დოგმატი? რომ როცა პაპი ამბიონიდან ქადაგებს, ის უცდომელად გადმოსცემს ეკლესიის უცდომელ სწავლებას. რას ნიშნავს ეს? ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ აი ამ კრებაზე პაპის პიროვნული უცდომელობა იქნა დამტკიცებული. ეს ბოლომდე არასწორი აზრია, ამაზე შეიძლება ძალიან ადვილად შემოგვედავონ, იმიტომ რომ იქ არ წერია ესე, რომ კონკრეტულად პიროვნების უსტომელობა აღიარეს. მაგრამ საქმე რაშია? იქ ესეთი ჩანაწერია, რომ ამბობენ, ესეთი კითხვაა დასმული, რომ ეკლესია ხომ არის უცდომელი. თავისთავად ჩვენ ვამბობთ, რომ არის უცდომელი. ეკლესიამ ვიღაცის საშუალებით უნდა გამოავლინოს თავისი უცდომელობა. ამიტომ ვინ არის ეს ორგანო, ვისი ბაგითაც, ვისი საშუალებითაც ეკლესიამ თავის უცდომელობას გამოხატავს. და იქ აღიარეს, რომ პაპია ეს პიროვნება, რომელიც ეკლესიის უსტომელ სწავლებას უსტომელად გადმოსცემს. რა თქმა უნდა, ესეც დარღვევაა. მაგრამ თუმცა გავრცელებული არის სხვანაირად. ანუ გავრცელებული არის პიროვნების უსტომელობა, ამიტომ ამან შეიძლება ჩვენ კარგია რომ ვაზუსტებთ ამას. ხო, ეს უნდა დავაზუსტოთ, რომ რა თქმა უნდა არც ეს არ არის მიღებული, ესეც დარღვევაა, იმიტომ რომ ჩვენ გარანტია არ გვაქვს იმის, რომ ადამიანი მუდმივ რეჟიმში უცდომელად გადმოსცემს ეკლესიის უსტომელ სწავლებას. ამის გარანტია არ გვაქვს. რა თქმა უნდა, საერთო მადლით ცალკეული მამების პირითაც ღმერთმა ჭეშმარიტება გვაუწყა. გამ ეს არ ნიშნავს, რომ იმ ცალკეულ მამებს მუდმივად გაზრდებდა ეს ღირსება, რომ ყოველი მისი სიტყვა იყო უცდომელი. წმინდა მამების შორისაც კი არ ვაღიარებ ჩვენ ამ 100%-იან უცდომელობას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. იმიტომაც, რომ ეკლესიამ იგივე ჯულის კანონში ხო ყველა მამის ყველა კანონი არ არის შესული. გარკვეული მამების გარკვეული ნაშრომებია შესული, რომელიც ეკლესიამ უცდომელად აღიარა. და არა ყველა, რატო? თუ ყველა შეიტანდა ავტომატურად ეკლესიას, ნიშნავს, რომ ვიღაცის უცდომელობა ჩვენ უკვე ვაღიარებთ პიროვნული. რაც ასე თქვა, უკვე დოგმატურ დონეზე შეიძლება ეს განვიხილოთ, რომ არის ცდომილება და არასწორი.
აი ეს ერთგვარი შეპირისპირება შეიძლება მოვიყვანოთ, რომ ეკლესიის ასე თქვათ აი ეს კრებსითობა, სინოდალური მმართველობა, რაზე ასე თქვათ დაფუძნებული ეკლესიაში, ანუ რა არის ამ ყველაფრის საფუძველი და არსი, როგორც ეკლესიოლოგიურ დონეზე, ისე თქვათ პრაქტიკულ დონეზე და დოგმატურ დონეზეც. აი ეს საკითხი რო აღხსნა. დიახ, ძალიან საინტერესო. იმიტომ რომ სხვანაირი ინტერპრეტაცია იყო ამისი, თუმცა აქაც ბევრი შეკითხვებია, მაგრამ მაინც კარგია რომ დავაზუსტეთ. ხო, ეს დაზუსტება არის აუცილებელი, იმიტომ მეც სხვანაირად ვიცოდი და ზოგჯერ შეიძლება ესე რომ ილაპარაკო, ადვილად კამაში შემოვიდეს სხვა ადამიანი და დაგიმტკიცებს რომ შენ არასწორად. ამიტომ ყოველთვის აუცილებელია ეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებია, რომ ზუსტად ვიცოდეთ ეს როგორ არის და როგორ არის განსაზღვრული. ყველა სიტყვას აქვს მნიშვნელობა ესეთ საკითხებში. ეხლა რაც შეეხება მამოთინოს სინოდალურობის პრინციპებს. დიახ. აი ამაზე მინდა გადავიდე. ეხლა როგორ ფორმირებათა როგორი გზა განიცადა ეკლესიაში მმართველობა. აი თქვათ, ვინ არის მმართველი ორგანო? ანუ ჩვენ თქვით რომ სინოდალურობა, მაგრამ ამ სინოდალურობას ვინ ქმნის და ვინ დგა აი ამ მმართველ ორგანოში, ეკლესიის მმართველ ორგანოში? და როგორ ყალიბდებოდა ისტორიულად ძალიან კი, ძალიან საინტერესოა ეს. თვითონ ეს მმართველი ორგანო გადაცემული აქვს ეპისკოპატს, ეკლესიის ეპისკოპატს, რომელიც ეკლესიაში ყველაზე მაღალი იერარქიული, ასე ვთქვათ, ხარისხი და საფეხურია. აქ ორი ცნება მე მინდა ერთმანეთთან შეპირისპირებაში კი არა ურთიერთმიმართება ახსნათ, ეპისკოპატი და ცალკეული ეპისკოპოსი. ანუ რა არის ეპისკოპატი და რა არის ცალკეული ეპისკოპოსი? ეპისკოპატის არის კრებული, მოდი ასე ვთქვათ, სისავსე ეკლესიის, რომელიც არის მოციქულთა მემკვიდრე და ცალკეული ეპისკოპატი არის ამ ეპისკოპატის ნაწილი, მაგრამ არა მთლიანად აი ამ უფლებამოსილების, ასე ვთქვათ, სრულყოფილად მატარებელი. ანუ ის რა უფლებასაც ეპისკოპატი ატარებს, ანუ კრებსითობა, ცალკეული ეპისკოპოსი სრულყოფილად ამ უფლების მატარებელი არ არის. იმ კრებულშია უფლებამოსილი და ძალმოსილი ეპისკოპოსი და არა მასგან გამოცალკევებით. ანუ ამით რისი თქმა მინდა, რომ აი რატო ხდება, რომ თქვათ ეპისკოპოსი თუ რამეს დაარღვევს, ჩვენ წინა გადაცემებზე ვისაუბრეთ, როცა საეკლესიო სასამართლოს ვეხებოდი, რომ ეპისკოპოსის საქმეს კრება განიხილავს და არა ცალკეული ეპისკოპოსი. თქვათ ერთ ეპისკოპოსს არ შეუძლია მეორე ეპისკოპოსი განსაჯოს. რატო? ერთი რომ ხარისხით ყველა ეპისკოპოსი თანატოლია და თანატოლი თანატოლს ვერ განსჯის. აუცილებლად დამსჯელი უნდა იყოს ზემდგომი ინსტანცია. და მეორეს მხრივ რომ ეპისკოპატია ძალმოსილი ცალკეული ეპისკოპოსზე მაღლა მდგომი. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ ცალკეული ეპისკოპოსი იმ ეპისკოპატის უფლების მატარებელი არ არის. ანუ უბრალოდ კრებულმა უნდა მიიღოს ესეთ საკითხებზე ასე ვთქვათ გადაწყვეტილება და შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიის უცდომელობა და აი ეს მმართველობის აბსოლუტური უფლება ამ სინოდალურობის ეს არის ეპისკოპატის ხელში. და ცალკეულ დონეზეც კი ეკლესია თავის მმართველობას ახორციელებს ცალკეულ დონეებზეც კი, ასე ვთქვათ, სინოდალური ფორმით და არა ერთპიროვნული ფორმით. აი ჩვენ ამას ახლა რო განვიხილავთ ეტაპებს, იქ ძალიან კარგად გამოჩნდება ეკლესიის ისტორიაში ეს როგორ იყო. ეხლა ჩვენ წეღან თქვით ესეთი რაღაც ვახსენეთ, რომ ეკლესია არის უცდომელი და ეკლესიამ თავისი უცდომელობა და თავისი სისავსე რაღაცა ფორმით ვიღაცის საშუალებით ეს უნდა გამოავლინოს. ჩვენ თქვით რომ დასავლეთის ეკლესიაში იქ პიროვნება იქნა შერჩეული და წინ წამოწეული, თქვათ, რომის მეთაური, ეკლესიის მეთაური, ხომ? აღმოსავლეთის ეკლესიაში, ანუ მართლმადიდებელი ეკლესიაში ეს ვინ არის ეს ორგანო? ანუ ეკლესიის უცდომელობის და სისავსის გამოავლინებელი ზოგადად კრება, მაგრამ ამ შემთხვევაში კონკრეტულად ეს არის მსოფლიოს საეკლესიო კრებები. და ამიტომაცაა, რომ დოგმატურ დონეზე მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიოს საეკლესიო კრებებს აქვს აი სტატუსი მინიჭებული, რომელიც ითვლება უცდომელ კრებად. და უცდომელობა რაში მდგომარეობს ამ მსოფლიო კრებების, რომ პირველი ყოვლისა ისტორიულ ჭრილში განვიხილოთ, მსოფლიო კრებების მოწვევა ძირითადად ხდებოდა სხვადასხვა დოგმატურ კამათების საფუძველზე, რომ ეს მოგვარებულიყო. შესაბამისად, ის დოგმატური განსაზღვრებები, რის მიღებაც ხდებოდა მსოფლიო კრებებზე, ეს ითვლებოდა, რომ ეს არის უცდომელი, ანუ ღმერთის ნება იქნა გამოვლენილი აი მსოფლიო კრების მონაწილე მამათა ბაგეებით. ეს კრების მერე მოხდა ამისი ესე განსაზღვრა თუ კრებამდეც იცოდნენ, რომ ეს ასე უნდა ძალიან საინტერესო კითხვაა. არც ერთი მსოფლიო საეკლესიო კრება წინასწარ განსაზღვრული არ ყოფილა როგორც უცდომელი კრება, შედეგობრივად შეფასდა. და ეს საიდანაც ჩანს, რომ ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული ცრუ მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც გარეგნული ფორმით არაფრით არ განსხვავდებოდა ჭეშმარიტი მსოფლიო კრებებისაგან, არც მამათა რაოდენობით, არც მასზე განხილული საკითხების, ასე ვთქვათ, მნიშვნელობით.
მაგრამ ჩვენ გვაქვს იგივე აი 459 წლის ეგრეთ წოდებული ავაზაკთა კრება, რომელიც სოფლიო კრებად ითვლებოდა ვიდრე 451 წლამდე, სანამ ნამდვილი მეოთხე სოფლიო კრება არ გაიმართა. და მეორე ესეთი გვაქვს იგივე ეგრეთ წოდებული უთავოთა კრება, ანუ ხატმებრძოლთა კრება, რომელიც 754 წელს გაიმართა. და ვიდრე 787 წლამდე, ანუ ნიკეის მეორე კრებამდე, ითვლებოდა სოფლიო საეკლესიო კრებად. იმპერატორი თავმჯდომარეობდა და ეპისკოპოსები იყვნენ მონაწილეობას და შეიძლება ითქვას, რომ აი იმ ავაზაკთა კრებაზეც და უთავოთა კრებაზეც ეპისკოპოსთა რაოდენობა უფრო მეტი იყო, ვიდრე მეორე სოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელიც ჭეშმარიტი სოფლიო კრებაა. აქ მით უმეტეს საინტერესოდ დგება საკითხი. როგორ განისაზღვრება, რომ უცდომელი იყო ესა თუ ის კრება? ეს ცოტა ისეთი საკითხია, მამო, ესე იგი ამისი წინასწარი კრიტერიუმები ჩვენ არ გვაქვს. აი რამ უნდა განსაზღვროს, რომ ეს სოფლიო საეკლესიო კრება, ანუ იმ გაგებით როგორც უცდომელი კრება, რომ ვიცოდეთ, რომ უცდომელია. ესე იგი ჩვენ ეს ვთქვით, რომ წინასწარ ამისი შეფასება არ ხდება. ამიტომ არც ერთი სოფლიო საეკლესიო კრება, კიდევ ერთხელ გავი მეორე, წინასწარ არ ყოფილა აპრიორი ეს არის უცდომელი კრება. ეს უბრალოდ იმიტომ ხდებოდა მოწვევა, რომ ეს დამტკიცებულიყო, ანუ შედეგობრივად ეს როგორ იქნებოდა. ამას წინასწარ ვერ განსაზღვრა. პრეტენზია იყო ეს, მაგრამ რეალურად რა შედეგი დადგებოდა არ ვიცოდით. შედეგი იძლეოდა შეფასებას და საბოლოო ლეგიტიმაციას ამათ მსოფლიო კრებას, ეს არის ჭეშმარიტი მსოფლიო კრება და მასზე მიღებული დადგენილება არის ღმერთის ნება, მართლაც და უსტომელობა, მომდევნო მსოფლიო კრება ადასტურებდა, როგორც წესი. ეხლა ჩვენ აქ შეიძლება კითხვა გაგვიშლოს, რომ მეშვიდე მსოფლიო კრების მერე არ გამართულა ეგრეთ ესეთი მსოფლიო კრება, ვინ მიანიჭა ამას ლეგიტიმაცია. ამას ლეგიტიმაცია ჯერ ერთი კიდევ ვამბობ, რომ მომდევნო მსოფლიო კრება კი ანიჭებდა წინა კრებებს ლეგიტიმაციას, საბოლოო ლეგიტიმაციას, მაგრამ ესეც არ იყო აპრიორი ერთადერთი და გადამწყვეტი. მანამდე ის უკვე შეფასებული იყო შედეგობრივად. შედეგობრივად ას გულისხმობ, რომ ეკლესიის სისავსეს, სამღვდელოებას და მრევლს ერთგვარად უნდა ეღიარებინა, რომ ეს სწავლება არის უცდომელი. და ამას ჭირდება გარკვეული დრო, დროში გამოცდა. იმიტომაც იყო ისტორიულად, რომ აი ჭეშმარიტი მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული დადგენილებებიც კი ისტორიულად იმ წუთას ყველას მიერ არ იყო აღიარებული. და შემდგომში დაზუსტებებიც ხდებოდა. დაზუსტებებიც ხდებოდა და ხშირი შემთხვევა იყო, რომ იმას ყველა არ აღიარებდა. კიდე გრძელდებოდა კამათები და შეიძლება ზოგს 50 წლის მერე ხდებოდა იმის აღიარება და უფრო მეტი დროც კი სჭირდებოდა. და მეშვიდე მსოფლიო კრებასაც შეეხება ის ჯერ ერთი შედეგობრივად და დროში მოხდა მისი შეფასებაც და ჩვენ ვიცით, რომ იგივე 853 წელს დედოფალ თეოდორას დროს იქნა მოწვეული კიდევ კრება ხატმებრძოლობის წინააღმდეგ, თითქმის 100 წლის შემდეგ მეშვიდე მსოფლიო კრებიდან, რომელმაც მოახდინა უკვე ლეგიტიმაცია მეშვიდე მსოფლიო კრების. ეს ადგილობრივი კრება იყო, მაგრამ დაამტკიცა ჭეშმარიტება, რაც წინა მსოფლიო საეკლესიო კრება მიიღო. თუმცა რახან მსოფლიო კრების შევეხეთ, აქ მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, მამა ანდრია, არის ესეთი აზრი, შეიძლება ითქვას სტერეოტიპული, რომ აი მეშვიდე მსოფლიო კრებით დასრულდა კრებები და აღარ შეიძლება რომ ეკლესიაში მსოფლიო კრება გაიმართოს. და თუ გაიმართება, ეს იქნება ანტიქრისტეს კრება და ასე შემდეგ. ხა ამაზე რა ისეთი დაზუსტება მინდა, რომ არის ესეთი შეხედულებები საეკლესიო სივრცეში, იგივე მამათა შორის, მაგრამ უფრო გვიანდელი პერიოდის მამებთან ხდება. ადრეული პერიოდის მამათა შორის ესეთი შეხედულება არ ფიგურირებს, რომ აი ლოკალიზება მოხდეს, რომ 7-ია და მორჩა იმის იქით არ შეიძლება კრებების გამართვა. უბრალოდ ჩვენ ისტორიული ფაქტი გვაქვს ესეთი, რომ მეშვიდე მსოფლიო კრების მერე ესეთი მასშტაბური კრებები აღარ გამართულა. თუმცა ბერძნულ ისტორიოგრაფიაში 9 მსოფლიო კრება აღიარებული. და ამას ესე ასწავლიან კიდეც საღვთისმეტყველო სასწავლებლებში. ეს იგი მეორე მსოფლიო კრებად შეფასებულია პატრიარქ ფოტიოსის დროს 879 წელს გამართული ადგილობრივი კონსტანტინოპოლის კრება, რომელიც დიდ ჯულის კანონში შესულია ადგილობრივი კრების სტატუსით, რომ იქ ფილიოქეს საკითხიც იდგა. და ამიტომ მეორე მსოფლიო კრებათაც მოიაზრებენ ამას, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. თუ კი ადგილობრივი იყო, მაშინ რატო მოიხსენებენ? იქ როგორა თვითონ ამ კრების ოქმში ეს კრება მოხსენიებული როგორც სოფლიო. და დელეგაცია დელეგაცია რომის ეკლესიაც ესწრებოდა. ხო, მაგრამ იყო მსოფლიო სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიები. იმ მასშტაბით არა, როგორც წინა კრებების. ხო. თუმცა აქვე მინდა ესეც დავაზუსტო, მამო, რომ ჩვენ გვაქვს სხვა მსოფლიო კრებები, სადაც დელეგაციაც იქაც არ იყო სრულყოფილი. რო ყველა ადგილობრივი ეკლესიის
წარმომადგენელი ესწრებოდა. და მაინც სოფლიო მეორე სოფლიო კრება რო ავიღოთ. იქ ფაქტობრივად გასაგებია მეორე სოფლიო კრება მაშინ ადგილობრივი ეკლესიები არც იმდენი იყო და ბევრი არც ჩასულა, თუნდაც იგივე აი ავტონომიური ეკლესიის სტატუსით სარგებლობდა, ბევრი იქ არ ესწრებოდა. რომის პაპის საერთოდ არ დასწრები არც დელეგატების სახით, მაგრამ მაინც შეაფასდა როგორც სოფლიო კრება. და კიდევ გვაქვს მეცხრეთ ესე აღიარებული, ესე არის უკვე მე-14 საუკუნეში გრიგოლ პალამას დროს, პალამიტური კამათების დროს. ჩვენ აქ გვაქვს, ბოდიში დავაზუსტოთ, ჩვენ აქ გვაქვს ესეთი შემთხვევები, რომ შეიძლება ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ ამ კრებას, მაგრამ თუ კი ისინი აღიარებენ მერე კრების დადგენილებებს, ეს არის პრინციპი. ხო, დადგენილებებს თუ აღიარებენ, მაინც ეს ითვლება, რომ ეს არის საყოველთაო კრება. კი, სწორი შენიშვნა, შეიძლება იქ არ ესწრებოდეს ფიზიკურად გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ თუ მომავალში იმას ხელს მოაწერდა და აღიარებდა, უკვე ეკლესიის სისავსის მიერ აღიარებულად ითვლებოდა. ამას ვამბობთ, აი დროში გამოწრთობა ხდებოდა, რომ ეკლესიის სისავსი ეს უნდა ეღიარებინა. ისევე ჩვენ ყოველ შემთხვევაში ისე თქმა მინდა, რომ აი ესეთი რეგლამენტი ოფიციალურ დონეზე ან დოგმატი რომ აღარ შეიძლება სოფლიო კრება გაიმართოს, არ გვაქვს. უბრალოდ ფაქტი გვაქვს ესეთი, რომ და მე-9 სოფლიო კრებაზე ლაპარაკობთ. ხო, უბრალოდ სწორედ იმის თქმა მინდოდა, რომ ბერძნულ ისტორიოგრაფიაში მეთქი 9 არის აღიარებული. ერთი მერვეს ფოტიოსის დროინდელი და მე-9-ს უწოდებენ პარლამენტური კამათების დროს კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებას, რომელიც გაიმართა 1345-ში, 47-ში, 48-ში და 51-ში. ხო, დღეს 1351 წლის კრებად მოიაზრებენ, იმიტომ ეს გაერთიანდა მთლიანობაში, ეს გვახსოვს ისიხასტურ კამათებს ეხებოდა და თაბორის ნათელს. დოგმატური საკითხი იყო. და აი ამასაც ახან ეს დოგმატი გადაწყდა, ამ შემთხვევაში დოგმატურ საკითხთან იყო შეხება. ანუ მე სოფლიო კრების მნიშვნელოვან სტატუსს ანიჭებენ ბერძნები დღეს და მას როგორც მე-9 სოფლიო კრებას, სხვათა შორის აი კრედის კრება რო მზადდებოდა 2016 წელს იქ რამოდენიმე ბერძენი სასულიერო პირი წინაპირობას აყენებდა, რომ დავესწრებით იმ შემთხვევაში, თუ 9 სოფლიო კრების აღიარება მოხდება იგივე დასავლეთის მიერ და სხვების მიერ. ესეთი ისიც იყო კი. ჩვენ რა თქმა უნდა, ეხლა რადგანაც ამას საყოველთაო აღიარება არ ქონია როგორც სოფლიო კრების, ამიტომ ადგილობრივ კრებებად მოვიაზრეთ. პრინციპში რა უშლის ხელს? რეალურად ეს ყველაფერი საყოველთაოდ აღიარებული არის. აქ უშლის მამო რას ვიტყვი? შეიძლება ითქვას პოლიტიკური მდგომარეობამ შეუშალა ხელი რა, რომ ყველა სოფლიო კრება გაიმართა იმპერატორების დროს. როცა იმპერია არსებობდა და სოფლიოთ ითვლებოდა ბიზანტიის იმპერია. და ეს უკვე თქვა პალამას დროინდელი კრება უკვე ისეთია, რომ დაღმასვლისკენ მიდის ბიზანტიის იმპერია. უკვე ისლამს აქ დაპყრობილი ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალემი, იქაური პატრიარქები კონსტანტინოპოლში ცხოვრობენ, და ნელ-ნელა უკვე თურქები ბატონობის ის მოდის უკვე ძალმოსილება. და შეიძლება ითქვას ამანაც განაპირობა, რომ აი ესეთი რეზონანსი ვერ პოვა იმ დროის მსოფლიოში და ეს რაღაცნაირად ესე ლოკალიზებული ფორმით დარჩა. ეხლა რომ ჩვენ ბოლოსკენ გავიდეთ, რის თქმა მინდა, რომ სინოდალურობის პრინციპზე რომ გავაგრძელოთ საუბარი, რომ მეთქი ამან ფორმირებათა გზა განიცადა. ანუ ჩვენ საუბარი ას მოყოლებს სოფლიო კრებას, რომ სოფლიო კრება ის მასშტაბური კრება და იმ სტატუსის კრება, და ის ორგანო, რომელიცაც ვლინდება ეკლესიის სისავსე და ეკლესიის უსტომელობა. მაინც მე არ ვიცი სად ჯობია ამის ჩართვა, მაგრამ რადგანაც ჩვენ ადგილობრივი კრება ვახსენეთ და სოფლიო კრება ვახსენეთ, მაინც მათ შორის განსხვავებაზეც ორი სიტყვით რომ აუცილებლად. და ისწორედ ის მინდოდა, რომ სოფლიო კრებების გვერდით ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული ადგილობრივი საეკლესიო კრებები. სოფლიო კრებებისგან განსხვავებით რა არის, რომ სოფლიო კრებები კონკრეტულ ისტორიულ პერიოდში დაიწყო და დამთავრდა. და იწყება მე-4 საუკუნიდან, მთავრდება მე-8 საუკუნეში. არა და ჩვენ ვამბობთ, რომ ეკლესია დაფუძნების დღიდან არის კრებსითი და დღემდე ესე იმართება. აი ამ კრებსითობას ავლენს უკვე ეგრეთ წოდებული ტოპიკური, ბერძნულად, ადგილობრივი საეკლესიო კრებები. და ჩვენ თქვით, რომ პირველი ამისი პრეცედენტი და სახე არის იერუსალიმის ადგილობრივი საეკლესიო კრება, მოციქულთა კრება, რომელიც 51 წელს გაიმართა. შესაბამისად, აქედან ეყრება საფუძველი, რომ დღეს ყველა ადგილობრივ ეკლესიაში არსებობს სინოდი, წმინდა სინოდი. ეს ბევრმა არ იცის, რომ რატო იკრებებიან და მაინც ჩვენი მსმენელისათვის, რა თქმა უნდა, სასწავლო პირებმა და ვინც თეოლოგიაში გარკვეულია, იმათვის 2x2 ეს საკითხი, მაგრამ რომ ვიცოდეთ, რომ აქედან ეყრება საფუძველი, რომ ეს არის სავალდებულო, როგორც თქვა, ეკლესია ჩაითვალოს, უნდა არსებობდეს სინოდი და კრებსითობა, რომელშიც ძირითადად გაერთიანებული არიან ეკლესიის უმაღლესი იერარქები, ეპისკოპოსები.
აი ესეც ერთ-ერთი იმის ნიშანია, რომ მე წეღარო თქვია, არის ეპისკოპატი და არის ცალკეული ეპისკოპოსი. და ეპისკოპატის, ასე ვთქვათ, მიმართები, ეპისკოპატასთან მიმართებით, ცალკეული ეპისკოპოსი იმ უფლების მატარებელი არ არის ბოლომდე, რისიც ეპისკოპატი. იმიტომ რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ ყოფილა ეგეთი დრო, რომ ცალკეული ეპისკოპოსს ერთპიროვნულად ემართოს ეკლესია. არამედ უკვე ზოგად საეკლესიო საკითხების გადაწყობა ხდება კრებულთან ერთად, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იყო ნოსტომელობისაგან. ეხლა რა არის, მსოფლიო კრებებისგან განსხვავებით, ადგილობრივ საეკლესიო კრებებს აი ესეთი უსტომელობის სტატუსი არ გააჩნია. მსოფლიო კრებას ვიცით, რომ იქ საბოლოო დამტკიცებული გადაწყვეტილები არის უსტომელი, მაგრამ ადგილობრივ საეკლესიო კრება ბოლომდე ამ სტატუსით არ სარგებლობს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უამრავი პრეცედენტი ამის, რომ ადგილობრივ საეკლესიო კრებას კრებსითაც კი უსამართლო ან უნებლიეთ მცდარი გადაწყვეტილება მიუღია. ჩვენ ამის შემთხვევა გვაქვს ოქროპირთან დაკავშირებით. ეს იყო ადგილობრივი ფართომასშტაბიანი კრება, რომელზეც იოანე ოქროპირი ანათემას გადასცეს და გადაასახლეს. და ჩვენ ვიცით შედეგობრივად, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება, ამით მის წმინდანობას ხელი არ შეშლია. ადგილობრივი საეკლესიო კრებები იმითაც განსხვავდება, ჩვენ წეღანას ვთქვით, რომ მსოფლიო კრების გადაწყვეტილება გადახედვას და ცვლილებას აღარ ექვემდებარება მას შემდეგ, რაც დამტკიცდება, მაგრამ ადგილობრივი საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები რა დროც არ უნდა იყოს გასული, ანუ ხანდაზმულობა, ხელშეუხებლობის გარანტიას არ იძლევა. ნებისმიერ დროს შეუძლია ადგილობრივმა ეკლესიამ წინ ადგილობრივი კრების გადაწყვეტილება ან შეცვალოს, შეასწოროს, ან საერთოდ გაუქმოს და მის ნაცვლად ახალი მიიღოს. აქ ერთი ესეთი მნიშვნელოვანი საკითხიც არის, მამაო, ხშირად არის ხოლმე კითხავს სვავენ, რომ აბა რაღაც ნიშნავს ეკლესიის მეთაური, თქვათ პატრიარქი ან მიტროპოლიტი. თუ ეკლესია კრებსითად იმართება, მაინც და ერთი პიროვნების გადაწყვეტილებით არ ხდება. დიახ, ეს შეკითხვა მინდოდა დამესვა, რა ურთიერთმიმართება არსებობს აი ამ კრებულსა და ცალკეულ ეპისკოპოსს შორის. ჩვენ ფაქტობრივად მეტნაკლებად ამას კი შევეხეთ, კიდევ ერთხელ მინდა ეს ამას ხაზი გავუსვა, რომ ცალკეული ეპისკოპოსი არის ნაწილი ეპისკოპატის. ანუ როგორ შეგვიძლია ეს უფრო რო ხატოვნად წარმოაჩინოთ, რომ გასაგები გახდეს, რომ აი რასაც პავლე მოციქული ამბობს, რომ ქრისტე არის თავი და ჩვენ თითოეული ჩვენგანი ყველა ქრისტიანი, მღვდელიც, ერის ადამიანიც არის ამ სხეულის ნაწილი, ვიღაცა ცხვირი, ვიღაცა თვალი, ანუ ამ სხეულის ნაწილია. ასერთი ადამიანი მთლიანად ქრისტეს სხეული არ არის, ანუ მთლიანად კრებულია სხეული. შეიძლება ითქვას, რომ ცალკეული ეპისკოპოსიც არის ამ ეპისკოპატის ნაწილი და არა ერთპიროვნულად აღებული ამ ეპისკოპატის ძალაუფლების მატარებელი, ცალკეული ეპისკოპოსი. შესაბამისად, ეპისკოპოსის ქმედებები იმ საზღვრებშია, ასე ვთქვათ, ლეგიტიმური და ძალმოსილი, სანამ ის ეპისკოპოსთან არის კავშირში. როგორც კი ეს ეპისკოპატის, ასე ვთქვათ, სივრციდან გადის ცალკე, ის უკვე ამ უფლებამოსილების მატარებელი აღარ არის. ამას ეწოდება სქიზმა. და იმიტომაცა, რომ ჩვენ ეკლესიის ისტორიით ვიცით, რომ ცალკეული ესეთი ეპისკოპოსების გადაწყვეტილებების არ ძალმოსილება ქონია და ასე ვთქვათ, ეკლესიას დაუშია ან ანათემას გადაუცია ევქარისტიული კავშირის შეუწყვეტია. ანუ ეს ის თქმა მინდა, არის შეხედულება. ძლიერი ყოფილიყო ის და მისი თან მიმდევრები დროთა განმავლობაში სრულიად ფერფთალდება. ეს შეიძლება ითქვას, რომ არის ეკლესიოლოგიური საკითხი. მე ესეთი აზრები ხშირად მომისმენია, რომ ეპისკოპოსი არის ეკლესია. ეხლა ეს პირობითად კი ნათქვამია, მაგრამ ეს ეპისკოპატზეა საუბარი. ეს მოციქულის სიტყვებიდან არის, სადაც არის ეპისკოპოსი ეკლესია არის ეპისკოპატთან კავშირში. მაგ შემთხვევაში, თორე ცალკე ამ ეპისკოპატისგან გამოცალკევებით, ეხლა ზოგს გონია ეპისკოპოსი თუ სქიზმაში გავიდა, ცალკე ეკლესიის თან წაიღო ეკლესია. დაარსების ხო? ანუ ეს აბსოლუტურად არასწორი და არამართლმადიდებლური შეხედულებაა. ეს დიდი ხანია მუსირებს, მაგრამ ეს არ არის, მე მინდა ვიცოდეს მსმენელმა მართლმადიდებლური სწავლა მოძღვრება. ერთი ეპისკოპოსი ცალკე ეკლესიას ვერ შექმნის. ჯერ ერთი თუ კი ვლაპარაკობთ, რომ ეპისკოპოსი ეკლესია არის მადლითარი ეკლესია და არა გენეტიკურად, რო თქვა, ყველგან სადაც წავიდეს და როგორც არ მოიქცეს, ხო, რომ გაყვეს ეს მადლი, ხო? აი სანამ მადლში არის, მანამდე გასაგებია მისი მადლმოსილება. ანუ ეპისკოპატთან კავშირი მე ეს ვიგულისხმე, რომ ეპისკოპატია იმ მადლის და იმ ჯაჭვის გადამცემი. როგორც კი ამას წqdები, შენ უკვე ხარ როგორც მოტეხილი ტოტი, რომელიც ცალკე სიცოცხლის უნარიანობას კარგავს. ზუსტად, ესეა. თვითონ სტატუსი თავისთავად არაფერს არ განსაზღვრავს და რაღაცა, ასე ვთქვათ, ძალმოსილების მიმნიჭებელი არ არის მისთვის. რაც შეეხება თვითონ ეკლესიის მეთაურის მიმართებასაც, აი, რამდენად შეიძლება აღემატებოდეს ეკლესიის მეთაურის უფლებები დანარჩენ ეპისკოპოსების უფლებებს.
მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული კუთხით და არა საეპისკოპოსო, ანუ როგორ თქვა, აი საიდუმლოს კუთხით, ხარისხის კუთხით. ეს საიდანაც ჩანს. და აქაც არის კარგება სინოდურობა. ჩვენ გვაქვს მოციქულთა 34 კანონი, რომელშიც ნათქვამია, რომ ყველა ერის ეპისკოპოსმა, ერში იგულისხმება ადგილობრივი, როგორც ტომი, ანუ რაღაცა ეკლესია, პატივი მიაგოს მათ შორის პირველ ეპისკოპოსს და მის გარეშე არაფერი არ მოიმოქმედოს, მასთან შეთანხმების გარეშე. და ასევე პირველმა ეპისკოპოსმა სხვებთან შეთანხმების გარეშე არაფერი არ გააკეთოს. ეს რატომ მოვიყვანეს კანონი? ბერძნულში გამოყენებულია სიტყვა, ქართულში წერია პირველი, მათ შორის პირველს პატივი მიაგონ. სიტყვა პროტოს. პროტო ჩვენ ვიცით ნიშნავს პირველს. იქ არ არის სიტყვა გამოყენებული არქი, რაც ასევე პირველსაც ნიშნავს, მაგრამ უფრო მეტად ნიშნავს მთავარს, არქი. არც ავტოკრატორი, რომელიც ასევე მმართველს ნიშნავს. ანუ პროტოს. ეს მნიშვნელოვანი ის არის ყურადღებათ მისაქცევი. აქ შემთხვევით არ არის ეს ტერმინი გამოყენებული. ანუ რის თქმა მინდა, რომ პროტოსი არ ნიშნავს მეთაურს. პროტოსი ნიშნავს თანასწორთა შორის პირველს. ანუ ის ხარისხით და პატივით კი არ არის აღმატებული სხვა ეპისკოპოსებზე. ან როგორ თქვა, რიგითობის მხრივ ის არის უპირატესი, წინდგომი. როგორც აი ჩვენ რომ ვამბობთ, აი დიპტიქის მხრივ ეკლესიებს რომ ვიხსენიეთ, ხო, ჯერ ვიწყებთ სოფლიო საპატრიარქოთი, მერე ჩამოყვებით და ასე შემდეგ. ხა ბევრს შეიძლება ესე წარმოდგენა აქვს, რომ ბოლო დიპტიქში ბოლო ადგილზე რომელი ეკლესიაც არის, ის ყველაზე დაბლად დგას და უფლებო ან რაღაცა. უფლებების მხრივ ყველა ავტოკეფალური ეკლესია არის თანაბარ უფლებიანი, აბსოლუტურად. ესეა საეკლესიო კანონიკა და დოგმატური სწავლება თუ შეიძლება ითქვას, აბსოლუტ თანაბარ ზომიერი. არამედ დიპტიქში პირველი ეკლესიის უპირატესობა არის რიგითობის მხრივ. და ეს უპირატესობა რაში ვლინდება, თქვა, საერთო შეკრებებზე შეიძლება თავმჯდომარეობა გაწიოს. ხელის მოწერის პროცედურის დროს ვიღაცამ ხონდა პირველმა მოაწეროს, ყველა ერთ წერტილში ხო ვერ მოაწერს ხელს. ანუ აი ეს პრინციპია დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს მეთაურობას პირდაპირ გაგებით. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი სხვადასხვა ცნებებია, პროტოსი და არქი, რომ პროტოსი ნიშნავს თანასწორთა შორის პირველს, მაგრამ თანასწორთა შორის ეს ძალიან ასე თქვა, სწორად გასაზრდებელი საკითხია. მაგრამ არ ნიშნავს, რომ ის მათი მეთაურია პირდაპირ მნიშვნელობით. სხვათა შორის არათუ ეკლესიის მეთაური სხვა ეპისკოპოსებზე არ არის პირდაპირ გაგებით უფროსი ან მათი მეთაური. აი ეპისკოპოსის მღვდელთან მიმართებითაც კი ესეა, რომ ხარისხობრივად, რა თქმა უნდა, იერარქიულად ეპისკოპოსი მაღლა და ეპისკოპოსი მღვდელი დაბლა და მღვდელი გარკვეულწილად დაკავშირებულია თავისუფლებებით ეპისკოპოსს, ანუ ლეგიტიმაციას მისგან იღებს, მაგრამ მღვდელი იმ დონეზეა დაკავშირებული თავის ეპისკოპოსთან, რა დონეზეც ეპისკოპოსი ეპისკოპატთან, ანუ კრებულთან. ეხლა ჩვენ გადავდივართ, თქვათ, ეპარქიის დონეზე, სინოდალურ მმართველობას. აი ეგ სწორად აღნიშნვა, მოეს გამორჩა, რომ ჩვენ ჯერ ადგილობრივ ეკლესიის დონეზე დავიწყეთ საუბარი, რომ ეპისკოპოსები მართავენ ეკლესიას, მაგრამ ეპარქიულ დონეზეც კი სინოდალურობაა. ანუ რა, რომ ეპარქიაშიც ეს ოდითგანვე ძველი წესი იყო. არსებობდა ეპარქიული საბჭოები, რომელშიც ეპისკოპოსთან ერთად გაერთიანებული იყო შესაბამის კომპეტენციის მქონე სასულიერო პირები, მღვდლები და დიაკონები. ერის ხალხი არ იყო. ერის ხალხის ეს ტრადიცია შემოდის გვიან. აი მაგრამ მე-20 საუკუნეში, უბრალოდ ჯერ პეტრე პირველიდან უკვე ეს პრეცედენტი არის, როცა პატრიარქობა გაუქმა რუსეთში და ჩვენთან ავტოკეფალიის აღდგენის მერე გვაქვს ეს, იმიტომ არ იყო სათანადო რაოდენობა მღვდლების კომპეტენციის და ზოგი იურისტი იყო, ზოგი საეკლესიო სამართლის ცოდნე და იქ ერის ხალხიც იყო, მაგრამ რის თქმა უნდა, საბჭო არსებობს. რაც ნიშნავს, რომ და აი საბჭოზე სინოდალურობა რა შევლინდება. არის ორი ესეთი მიდგომა, არის ფორმალური ეგრეთ წოდებული საბჭოები, ანუ ამას მოსკოვში ეწოდებოდა კონსისტორია. ეს კონსისტორია როგორი სინოდი იყო? ეპარქიული საბჭო, რომელიც ფორმალურად იკრიბებოდა, მაგრამ გადაწყვეტილებას მაინც საბჭოს თავმჯდომარე, ან ეპისკოპოსი იღებდა. ხონდა გადაწყვეტილებას იღებდა რას გულისხმობ, რომ შეჯამებას კი არა, თვითონ როგორც ჩათვლიდა საჭიროდ იმ გადაწყვეტილებას, ანუ შეიძლება საბჭოს წევრების უმრავლესობას ჰქონოდა სხვა აზრი, მაგრამ თუ საბჭოს თავმჯდომარე ეპისკოპოსი სხვა აზრის იყო, ის ამ აზრს დაამტკიცებდა. ეს ცოტა სცილდება სინოდალურობის პრინციპს. ამიტომ ეს ეპისკოპოსი ერთპიროვნულად, ეს იმიტომ იყო საბჭო, რომ თვითონ ერთპიროვნულად არ იღებდა გადაწყვეტილებას. საბჭოს უმრავლესობა რა აზრზეც შეთანხმდებოდა უმრავლესობა. ეპისკოპოსიც ვალდებული იყო ამ საბჭოს გადაწყვეტილებას დათანხმებოდა. ერთადერთი
ესეთი პრინციპი იყო ჩვენი ეკლესიის რეალობაში ავტოკეფალიის აღდგენის მერე აი საკათალიკოზო საბჭო არსებობდა, როგორც მუდმივმოქმედი სინოდი, სინოდამდე. იქ ეს იყო, რომ ეპისკოპოსის გარდა წყვილად იყო დაკომპლექტებული იქ საბჭოს წევრების რაოდენობა, თქვათ ან 6 ან 12. და რატო? რა თქმა უნდა, იქაც ხმათუმრავლესობით წყდებოდა საკითხები და კათალიკოზი ვალდებულიყო ამას დამორჩილებოდა, ასე ვთქვათ, მიეღო, გაეთვალისწინებინა. ერთადერთი თუ ხმები თანაბრად გაიყოფოდა, აი კათალიკოზი უკვე რომელ მხარესაც მიიღებდა გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში აი ესე იყო, როცა კათალიკოზის ხმა იყო გადამწყვეტი, როცა თანაბრად იყო გაყოფილი. ხოლო ხმათა უმრავლესობის შემთხვევაში კათალიკოსიც ვალდებული იყო, ან გინდა ცალკეულ ეპარქიულ დონეზე ეპისკოპოსიც ვალდებულია, რომ ასე ვთქვათ, საბჭოს გადაწყვეტილებას დაუჯეროს და აი მღვდელთა მიმართებით არის ესეთი განმარტება, მამაო, რომ აი ახლა ესეთი აზრიც ხო არის ხოლმე, რომ აი მღვდელი არის ეპისკოპოსის ხელი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას პირობითად ვამბობთ და არაპირდაპირი მნიშვნელობით. როგორც მართლაც ხელი ადამიანის სხეულზეა დამოკიდებული. ანუ მღვდლის, ასე ვთქვათ, ეპისკოპოსზე დამოკიდებულება განიხილება იმ ჭრილში, რა ჭრილშიც ეპისკოპოსის დამოკიდებულება ეპისკოპატზე. ანუ ეპისკოპოსი დამოუკიდებლად კი არ არის სისავსის მატარებელი, არამედ კრებულთან. ასევე მღვდელი დამოუკიდებლად კი არ არის თავისი სამღვდელო პატივის, არამედ ეპისკოპოსთან იღებს. მაგრამ არც იმას არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, პირდაპირ მნიშვნელობით ხელია ეპისკოპოსის. და რატო? ჩვენ თუ ესე პირდაპირ მნიშვნელობით გავიგებთ აი ამ აზრს, რომ ეპისკოპოსის გარეშე მღვდელი არაფერია და არაფერს არ წარმოადგენს, უხეშად რო ვთქვათ. მაშინ რა გამოდის, რომ თუ ეპისკოპოსი გარდაიცვალა, მისი ხელმძღვანელი ან განკვეთეს, ავტომატურად მღვდელი კარგავს ლეგიტიმურობას. ანუ ხელი თავისთავად ცოცხალი ვერ იქნება თუ სხეული მოკვდა. ამიტომ აი ამის თქმა მინდა, რომ ესეთი გაგება არ შეიძლება ჩავდოთ. ჩვენ ვიცით პრეცედენტები, როცა მღვდელი სამართლიან დაპირისპირებია ეპისკოპოსს. და ეს მისი უფლებაც იყო და გმირობათაც კი შეფასებულა, რომ ის ამ წვალებლობას ქადაგებდა, არ ჩერდებოდა და ასე შემდეგ და ეს კანონებშიც არის გაწერილი. მოთი ახლა მას კი არ ვამბობ, რომ მღვდელს ეს ცარიელ ფურცელზე შეუძლია ეპისკოპოსთან დაპირისპირებაში შევიდეს, მაგრამ არც იმას არ საბოლოოდ მაინც სინოდზე მიდის ეგ საკითხი და სინოდზე მიდის, მაგრამ ეს მღვდელი არ წარმოადგენდა რაღაც უფლებო პერსონას ეკლესიაში, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს ეპისკოპოსის გარეშე. ხელდასხმა კი ქონდა მიღებული, მაგრამ ისის თავის ხრივ პასუხისმგებელი იყო იმ ხარისხზე და იმ ასე ვთქვათ ვალდებულებებზე, რაც ქონდა აღებული ხელდასხმის ასე ვთქვათ საშუალებით. და მთლიანად მღვდელიც, დიაკვანიც, ეპისკოპოსიც მადლის მიერ დამოკიდებულია კრებულზე და არა პიროვნებაზე. აი ამის ასე ვთქვათ ახსნა მინდა ამით, რომ როგორ უნდა გავმიჩნოთ ადმინისტრაციული კუთხით, რა თქმა უნდა, ის დამოკიდებულია თავის ეპისკოპოსზე და მადლის მიერად ის კრებულზეა დამოკიდებული. რომლის წევრიც არის ეპისკოპოსი. რომლის წევრიც არის ეპისკოპოსი და მთლიანად ეკლესიის ასე ვთქვათ სისავსე. აი ეს არის ეკლესიის სისავსე და ეკლესიის ერთობა. არა პიროვნებაზე, არამედ მთლიანად კრებულზე ყველა ეკლესიის წევრი, რომლის თავიც არის ასე ვთქვათ განკაცებული. მოდი აქვე ჩვენ თქვათ, რომ ეპარქიის დონეზე, როდესაც ამა თუ იმ ეპარქიაში მღვდელი ასრულებს მსახურებას, მას აქვს თქვათ წირვაზე ოდიკი, ეს ოდიკი ნიშნავს რას? ეს ოდიკი ნიშნავს, რომ ამ მღვდელმთავრის კურთხევით, ამ მღვდელმთავრის და რომ ლეგიტიმურია ეს მღვდელი. ლეგიტიმური არის ეს მღვდელი და ეს მსახურება შესრულებული არის კანონიერი წესით. ხო, იმ ადგილას, რომელიც ექვემდებარება ეპისკოპოსს. არა, ეს რა თქმა უნდა, მამაო, ანუ ერთი მნიშვნელოვანი ოდიკის გაცემა, ერთ-ერთი დადასტურება, საიდან მოდის ეგაც დღეს რატოა რომ ყველგან ოდიკი უნდა იყოს, რომ აი ერთ-ერთი პირველი ნიშანია იმის, რომ ეს მღვდელი კანონიერ დაქვემდებარებაშია იმ ეპარქიის მღვდელმთავართან. და ის მღვდელმთავარი, რომელიც თავის მხრივ დაქვემდებარებულია, ასე ვთქვათ, კანონიერ ეკლესიის კრებულზე. ჩვენი გადაცემა მამა ლონგინოს უახლოვდება დასასრულს. დიდი მადლობა მინდა მოგახსენო აი ამ საუბრისთვის, ყოველთვის საინტერესო არის და ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულ განმარტებებს ვპოულობთ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერი ნაცნობია, მაინც არის სიღრმეები, რომელიც ამ საუბარში უფრო ნათელი ხდება ხოლმე. ჩვენ მომავალ გადაცემებშიც საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს შევეხებით და მოგიწევთ აუცილებლად. მაყურებელს დავემშვიდობები, მადლობა ყურადღებისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.